ეხლა წაგიკითხავთ თერაპიულ იგავს, რომლის სათაურია მშვილდოსნის ოსტატობა. გერმანელი მშვილდოსანი გერიგელი იაპონიაში ჩავიდა იაპონური მშვილდოსნობის ოსტატობის შესასწავლად. ის თავისი ქვეყნის საუკეთესო მშვილდოსანი იყო, მაგრამ იაპონიაში მშვილდოსნობა უბრალო სპორტი კი არ იყო, ეს იყო ხელოვნება, მედიტაცია. უცხოელმა გადაწყვიტა თავისი ოსტატობის ჩვენება იაპონელი მასწავლებლისათვის და სამჯერ ზედიზედ მოარტყა ხარს ისარი თვალში. მასწავლებელმა თქვა, შენ კარგად შეგისწავლია მშვილდოსნის ოსტატობის ანაბანა, მაგრამ ნამდვილ ოსტატობამდე ჯერ კიდევ შორს ხარ. ევროპელი დაიბნა, რადგან მის წარმოდგენაში თუ მიზანში ყოველთვის მოარტყავ, უდიდესი მშვილდოსანი ხარ. მე ხომ ყოველთვის ვარტყავ მიზანში, თქვა გერიგელმა. მიზანზე არ ვსაუბრობ, უპასუხა მასწავლებელმა, შენ შემსრულებელი გახდი, თუმცა სრულყოფილი. ნებისმიერს შეუძლია ეს მარტივი პრაქტიკით განახორციელოს, ამაში განსაკუთრებული არაფერია. აზრი ამაში არ არის. ახლა შენ შეგიძლია დაიწყო სწავლა ნამდვილი ოსტატობისა. კიდევ რისი სწავლა შემიძლია? კითხა გაუგნებულმა გერიგელმა. ჩვენ არ გვაინტერესებს ხარის თვალი, თქვა ოსტატმა. ჩვენთვის არ არის მთავარი მიზანში ზუსტად გარდგმა. ოსტატობის აზრი სხვა რამეში მდგომარეობს. მშვილდოსნის ჭეშმარიტი ოსტატობა იმაშია, რომ აიღოს თავისი მშვილდი ისე, თითქოს მას არც კი იღებს ხელში. მოზიდოს იგი ისე, თითქოს არც კი ჭიმავს მას. ის არის მიზნისკენ მიმართოს ისე, თითქოს არც კი უმიზნებს მას. შენი მხრიდან არანაირი ძალისხმევა, დაძაბულობა, კეთება საჭიროა, უბრალოდ მისცე საშუალება, რომ ეს ყოველივე მოხდეს და არ გააკეთო ეს. ევროპული გონებისათვის ეს სრულიად გაუგონარი რამ იყო. ეს როგორ უნდა მოხდეს, თუ კი ლარს არ მოზიდავ და თუ არაფერს არ გააკეთებ, ეს როგორღაა შესაძლებელი, რომ თავისით მოხდეს ის არის. და თუ კი ეს შესაძლებელია, ის არის მიზანში რანაირად მოხდება და მან გადაწყვიტა დარჩენილიყო სასწავლებლად. სწავლების პროცესში ოსტატი ბევრჯერ უმეორებდა, დაივიწყე მიზნის შესახებ. თუ ააცდნენ კიდეც, ამას მნიშვნელობა არ აქვს. ჯერ შენი თავი უნდა მოაწესრიგო. 3 წლიანი სწავლების შემდეგ გერიგელმა ვეღარ გაუძლო ამ პროცესს და თქვა, კიდევ რისი გაკეთება შემიძლია? მე საუკეთესო მშვილდოსანი ვიყავი ჩემს ქვეყანაში, 3 წელი დავკარგე აქ სწავლაში, ვერაფრით ვგებულობ, ჩემგან რა სიტყვავთ? ხვალ მე მივემგზავრები. დასანანია, უპასუხა მასწავლებელმა, მაგრამ ეს შენი არჩევანია. თუმცა ვიდრე წახვალ შემოიარე ხვალისთვის ჩემთან, დავლიოთ ჩაი და დავემშვიდობოთ ერთმანეთს. მეორე დღეს გერიგელი დასამშვიდობებლად მივიდა. ოსტატი სხვა მოწაფეებს ასწავლიდა. გერიგელი ჩამოჯდა სკამზე და აკვირდებოდა ვარჯიშს. ის მოდუნებული იყო და აღარ ფიქრობდა, თუ რას ნიშნავდა, რომ ნება მიეცა, რომ ყველაფერი თავისით მომხდარიყო. დილის მზე სასიამოვნოდ ეალერსებოდა გარემოს. ის იჯდა ბაღში და მშვიდად აკვირდებოდა, თუ როგორ ასწავლიდა ოსტატი მოწაფეებს. ოსტატმა აიღო ხელში მშვილდი. გერიგელში აღარ იყო დაძაბულობა, რადგან ეს უკვე აღარ აინტერესებდა.
ის ხომ მიემგზავრებოდა და ამიტომ მას შეეძლო რომ უფრო ცხადად დაენახა ყველაფერი, რომ ოსტატი იდგა სრულად მოდუნებული, როდესაც ის არის ტოვებდა ამ შვილს, ის ხედავდა მის ხელებს, მათში არანაირი დაძაბულობა არ იყო, სრული დახვეწილობა. მან შეხედა ოსტატის სახეს და აღფრთოვანდა. სრულიად მოულოდნელად ის მიხვდა თუ რას ნიშნავს ნება მისცე ამ ყოველივეს რომ მოხდეს. გერიგელი ადგა, გამოართვა ოსტატს შვილდისარი. ოსტატი თითქოს ელოდა ამას და არც კი უკითხავს თუ ის რას აკეთებდა, მან ასწია მშვილდი, ოდნავადაც არ უზრუნია მიზანზე, ძალიან მოდუნებულად და დახვეწილად გასტყორცნა ის არის. ეს მოხდა. მან მოარტყა მიზანს. ოსტატმა თქვა, მშვენიერია, შენ ეს გამოგივიდა. შენ ეს არ გაგიკეთებია. შენ მიეცი ამას საშუალება, რომ მომხდარიყო. გერიგებმა თავის დღიურში ჩაწერა სხვაობა, უდიდესი იყო. ერთი დღით ადრე რომ წავსულიყავი, ვერ გავიგებდი ამ ყოველივეს სილამაზეს და მნიშვნელობას. ოსტატი 3 წელი მეუბნებოდა ამის შესახებ და დაუღლელად მიჩვენებდა. მე ვიღლებოდი, მაგრამ ის არასოდეს არ იღლებოდა. ამაში იყო ჩემი შეცდომა. მე დაძაბული ვიყავი და მთელი ჩემი ძალისხმევა მიმართული იყო იქითკენ, რომ მიზანში მომერტყა. ის კი ზრუნავდა მხოლოდ იმაზე, რომ მე ყოფილიყავი დახვეწილი და ბუნებრივი. მე ვიყავი მისი მიზანი. შვილდოსნის ოსტატობა ერთ-ერთი ძალიან საინტერესო და საყვარელი იგავია ჩემთვის, იმიტომ რომ აქ გაკეთებული აქცენტი იმაზე თუ რა როგორ უნდა გაკეთდეს ხარისხზე შესრულებული საქმიანობის, როდესაც შენ ხარ აბსოლუტურად მოდუნებული, მშვიდი, გაწონასწორებული, როდესაც მიზანი არ გძაბავს, არამედ ამას ძალიან დახვეწილად ასრულებ, სრული ჰარმონიით საკუთარ თავთან, როდესაც ადამიანი თავად ახერხებს რომ მოაწესრიგოს საკუთარი შინაგანი სამყარო, იყოს დაბალანსებული, ჰარმონიული და ორიენტირებული იმ სიამოვნებაზე, რაც შეიძლება მოგიტანოს ასე შესრულებულმა საქმემ, როცა პროცესი არის შენთვის ძალიან მნიშვნელოვანი, ჰაეროვანი, დახვეწილი და შედეგიც ცხადია, რომ არ დააყოვნებს თუ საქმე ასე ხორციელდება, გაძლევს სიხარულს და სიამოვნებას. თუ საინტერესოა თქვენთვის ჩვენი იგავები, კიდევ ერთხელ მინდა გთხოვოთ, რომ გამოიწეროთ ჩვენი არხი.